Kaltsulo Nino, ეშვები ჩრდილებით. დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული. ჩვენ დანელებულნი და გულახდილები შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით. ცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზევითგან, გული ღვთისმშობელი ჩვენთვის ხომ უხვია. ჯვარი გამოჭერი ვაზის ნასხლევითგან და ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე. ღვთიური ტკივილი და არა წამება. იყო აქ, გვითხრობენ ამას ჩვენ მამები. არ გვინდა დედაო სხვა ჯვარი ბერწების, არ გვინდა სხვა მიწა და სხვა ნასახლევი. ვიცით, შენი ჯვარი ლხინია ლერწმების. ტოტებს აიყრიან მეტი ახელებით, როცა გადასხლავენ სასტიკი სასხლავით, ქალწულო ნინო, 1000 ჯერ გვენახე. ნინოს мотивация ივერიაში წამოსვლის იყო არა მხოლოდ სარწმუნოება, არა მხოლოდ პარტიულის საძიებლად წამოსვლა, არამედ მისი დიდი ეროვნული გზნობები. პატრიარქი ამას ხაზგასმით ამბობს. თქვენ იცით, რომ კაბადოკია ეს იყო მესხთა ქვეყანა, გიორგი კაბადოკიელი იყო ჩვეულებრივი მესხთა ქვეყნიდან ადამიანი, ჩვეულებრივი ქართველთა ტომის მოდმის ადამიანი, წმინდანი იყო მისი ბიძაშვილი. ესენი თავიანთი ტომობრივი მიკუთვნილებით იყვნენ ქართველთა ტომისანი და ამდენად დღეს არის არამარტო სარწმუნოებრივი, არამედ უდიდესი ეროვნული გასწავლა. შენ გეალერსება დედული ვენახი. ღვთიურ ანთებული ჩვენს მიწას ევნები. სხვა როგორ ვიგულვოთ აქ შენი ნაცვალი, ზვარში რომ გაივლი ჩაყურსულ მტევნების მზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი. თქვენი ხა ჯანდებით წმინდანოს ბავშვთა პანსიონატში ჯავახეთში და თქვენ იცით რომ ეს პანსიონატი დაარსებულია მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ილია მეორის. ეს იყო 2004 წელი სამი მღვდელმთავრის დღესასწაული თებერვლის თვე და პატრიარქმა სიონის ტაძარში მაშინ მღვდელი ვიყავი, არ ვიყავი დეგანოზე ვიყავი, არ ვიყავი ეპისკოპოსი, მღვდელმთავარი არ გავხდი. პატრიარქმა როცა ვეზიარეთ და უწმინდესი ეზიარა და მე ჩვენ გვაზიარა, მე გასული ვიყავი სამკვეთლოში და მოვიდა დიაკვანი და მითხრა რომ პატრიარქი სასწრაფოდ გიხმობსო და მივედი უწმინდესთან და უწმინდესთან დავიჩოქე და პატრიარქმა მითხრა რომ მე ვეხავ შენო ისეთ საქმეს დაგავალებო თუ მიხვდები ამის მნიშვნელობასო. შენო წადიო და ჯავახეთში ახალქალაქში ნინოზმინდაში ბავშვთა სახლი და დაარსდესო მითხრა. ეთყობა შემეშინდა. იმიტომ გავწეთილი სახელზე და
პატრიარქმა რომ დამინახავ ესე სახეზე გავწუთი და რაღაც შევკოლტი შევგვრთი. უცბიდესმა მითხრა რომ აიღება და მითხრა წირის შემდეგ გამოდიო საპატრიარქოს ჩვენთან. აუცილებლად მოდიო. ამი ბარაუცბიდესმა და რომ მივედი. ვინერვიულა ისე რომ ეთყობაცნება მომიწია. დედემაც ამალი დამალევი ეცნება გამისინჯეს და პატრიარქმა მითხრა კაცო თუ ასეთი მშიშა რა ხარ და გეშილია სხვას გავაგზავნის შენ მაგერად მითხრა. მე ვთქვა როგორც ვაკურთხეთ მეთქი უცბიდეს. მოემზადო ხა ზესტაფონში მაშინ ბავშვთა სახლი იყო და მოემზადო და წადიო სასწრაფო გელოდებიან დედები პოლიციანი მათ უკვე. ეს ახალქალაქში დედათა მონასტერია მეუფესთა რეზიდენციაში. ჩავედ ზესტაფონში გავიდა ერთი დღე, გავიდა ორი დღე, გავიდა სამი დღე, გავიდა 4 დღე, გავიდა ერთი კვირა, გავიდა ორი კვირა, გავიდა სამი კვირა, ფეხს ვიწრო, ვერ მივიდივარ, მეშინია ეთყობა რაღაცა მკრავს. იმიტომ რომ ძართული პერიოდი იყო მაშინ აღარ ვიტყვი ხა ის სიტყვა. ხო და მოდის მოძღვარი. რომელიც ამოდგენა არა გამიშესახებ. და მეუბნება რა დააშავდა მითხრა. რამე დანაშაული ხო რა გაქვს? მე ვთქვა რა ვიცი რა მაგდა. ცოდვილი კი ვარ, მაგრამ რა დანაშაული მაქვს არ ვიცი მეთქი. სიზმარში ნახეო პატრიოტიო ძალიან სტუქსავდაო. ტუქსავდაო შენ ძალიან ესე თითით ესე გეუბნებოდაო რომ რატო ხარ ასეთი ზარმაცი და მშიშარა წადი ეხლა ჯავახეთიო. და ესე იგი ეს რომ მითხრა ესე იგი ისე შემეშინდა საასრაფოდ მანქანაში ჩავაწყო ყველაფერი და როიტყვიან ისე ძალიან იმოქმედა ჩემზე კი ნაღამ მე მანქანას გავუსარგინო. იმისა ძალიან რთული პერიოდი იყო. კარებები თითქოს თავისად იღებოდა. არ იყო ესე ადვილი აქ. ამის დაარსება თქვენ შეიძლება კიდე ციცით. თითონ თავისით იღებოდა ყველა ინსტანციაში კარებები. გადმოცეს ჯერ ყოფილი ქართული სკოლა სადაც ფაქტობრივად ერთი ბავშვი სწავლობდა, მეტი არავინ. მერე გადმოცეს აი ახლა სადაც ეს დგას, აქ იყო მუსიკალური სკოლა. ბარაკი იყო სამთულიანი, გაუქმებული მუსიკალური სკოლა, შიგნით ორი ოჯახი ცხოვრობდა. მერე ესეც გადმოცეს. და შემდეგ პატრიარქი ჩაუმზანდა და რო ჩაუმზანდა პატრიარქი უწმიდესი იმის შემდეგ აბსოლუტურად ყველაფერი მოგვარდა. აი თითქოს აი მე მახსენდება მოციქულები ნავით წაიყვანეს უფალი გენესარეთის ტბაზე ზღვაზე. ამოვარდა ქარიშხალი. მამაც ხო ზეძინა. მაშინ რა ქვია? ნავში კიჩოზე. კიჩოსთან და გააღვიძეს მოციქულებმა უფალო ჩვენო წამსდებითო ვიძირებითო და გძინავ შენო და წამოდგა უფალი და უთხრა რომ რატო გეშინიათო მცირეს მოწმენებო სად არისო თქვენი სარწმუნოება და შერისდა ქარს და ზღვარ შერისხა და აბსოლუტურად სიჩუმე და დაყუდება იქნა და ესე მოხდა ეს საშინელი ისეთი რო იყო ესე როიტყვიან ეს დუღდა აქაურობა ჩამოვდა და უწმინდეს და უცებ დასკვნდა ყველაფერი
თქვენო უწმინდესობა, სრულიად საქართველოს და რომ მძიმე განსაცდელის დაძლევაში თქვენი ღმრთისა და მამულის სიყვარულით გამთბარი ლოცვა შეგვეწევა და გადაგვარჩენს. დიდება და მადლობა უფალშევწირო და დედაწმინდა ნინოს და ჩვენ პატრიარქს. აი ამ ბავშვს ასახლის და ასე თქვენ ნახეთ ახლა როგორ ეზიარა ამდენი ბავშვები, როგორ იზრდებიან ესენი. ძალიან ეროვნულად და სულიერად იზრდებიან ესენი, სამშობლოს სიყვარულით იზრდებიან. აქ ჯგუფები იყო. თორნიკელის თავზე პირად იცოდე, დაიწყებდა ერთი კაცი, ერთი ბავშვი მოყოლას და ჯგუფში თქვათ არის 10 თუ 12 ბავშვი და მე-12 უკვე დაამთავრებდა ესე რიგობით წვებოდნენ თავიდან ბოლომდე. დიდება და მადლობა უფალს. აქ ბავშვები ეკლესიაში იზრდებიან, ღვთისმშობლები არიან. აქ როგორ არის ახლა? მშობელს როცა უჭირს მოყავს და გვიწევს განცხადებას, რომ გთხოვთ მიიღო ჩემი შვილი აღსაზრდელად იმის გამო რომ მიჭირს. აი ესე და დროებით არის ჩვენთან. მე ჩვენთან სწავლობენ, ახლა 3 სტუდენტია ჩვენთან უნივერსიტეტში. ხიჭაურში თქვენის უნივერსიტეტია. აკრედიტირებული 18 სპეციალობას ახორციელებს 18 პროგრამას, 3 სტუდენტი ახლა კიდე ალბათ ჩააბარებენ. და მე მინდა მადლობა შევწირო უფალს, ჩვენ პატრიარქს და ყველას, ვინც გვეხმარება ჩვენობაში. ვის დაგვეხმარა აბსოლუტურად ყველას. მერთვა დაგლოცოთ, გაგახარო დედაწმინდა ნინო გაამთლიანოს ჩვენი სამშობლო. მოიყვანოს დედა ეკლესიაში თელი საქართველო. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, მინდა იყავ სახელი შენი, მოერგი სუფევა შენი, იყავნება შენი, ვითარ ცათაშინა, ეგრეთ აქვეყანაცა დედა, პური ჩვენი არსობისა, მომეჩვენ დღეს, და მომიდევე ჩვენთან ანადები ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევე თანამდე თამაა ჩვენთან, და ნუ შემიყვანე ჩვენ გასაცდელსა, არავედ მიხსენ, ჩვენ ბოროტისაგან, ამინ. Obama gatsistoni, Obama ganazismani, Obama namardis datsemuni, Obama saovarambardani, Obama daesizini, Obama da grivisheitsmaros, takzaizodmi daizazmilos, super subani ugunisande metlishevi siotes mititeslamne. ამისი მოხტუნავე შვილს ამ გელი შეჭამს ამ გლისფერი ძალია. ჩვენც ესე ვხდივართ. ჩვენი მამის წინ ასე ვთქვათ არ უჯერებთ მას, ჩვენ პატრიარქს და დედა ეკლესიას და უფალს და შესაბამისად ხამ გელი გვჭამს და ხამ გლისფერი ძაღლი. უნდა მოვიდეთ ეკლესიაში და ყველაფერი მოგვარდება. აბსოლუტურად ვერთი ყოვლი შემძლია, აბა ნახე. აი წარმოგიდგენთ ახლა ეკლესიას არაფერი შემოსავალი არ აქვს, რა შემოსავალი აქვს. ეკლესიას ან ამ ეპარქიაში რა შემოსავალი აქვს, ან საერთოდ რა შემოსავალი აქვს. ეროვნული მიწების 50%-ზე მეტი იყო ეკლესიის. დედაჩემი იყო საქართველოს ეკლესიის ისტორიკოსი ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში. მაშინ არ იყო ესეთი ისტორიკოსი, მარტო ის იყო, ცალფეხა ქალი იყო. ბაბინა ლომინასი. შეიძლება ისტორიკოსები იცი. ხო და იმას აქ გამოქვეყნებული წიგნები გარდაიცვალა ის საქართველოს ეკლესიის მიწათმფლობელობა. ნახევარზე მეტი ეროვნული მიწების იყო საეკლესიო. და ეს ყველაფერი ოფიციალურად იყო გადაცემული სახელმწიფოს მიერ, მეფეთა მიერ. გადაცემული იყო მეფეთა მიერ. და ეს იყო ყველა მეფე მოსული ახალი მეფე, შესაბამისად ძველი მეფეების ნაჩუქრობა შეწირულობას ეკლესიაზე სიგელით ამტკიცებდა. სხვა შორის მონღოლების დროს მოხდა ესეთი რაღაცა, თქვენ იცით მონღოლებს ეშინოდათ სარწმუნოების და
ისინი ყველაფერს მეგრავდნენ, მაგრამ არ დაბეგრეს ეკლესია. და როცა შემოვიდნენ საქართველოში და დაბეგრეს თავადები, კალმახელიძე იყო ესეთ თავად ქართლში, მცხეთის მიდამოებში და ადგადა მისი ნაყოფი შეძლებული ჰქონდა შეუმღრმავზე მამული, სოფლები და რო გაუჭირდა ადგადა წაართვა. წაართვა დაახლოებით რამოდენიმე კვირის შემდეგ დაემართა კეთრი. ნუ კეთრი მაშინ აღარ იყო, მაგრამ ამას დაემართა. და მივხვდა რას დააშავა და წავიდა ეს კაცი. მივიდა ვერებთან და მიიშოლეთო რა ესეთ. და ვერე მოუთხეს კაცო. შეუმღრმავს ართვიო, ღმერთს ართვიო და მაგის გამო მაგი. ახლა ადექი შენ, რა გავაკეთო ამან უთხრა თქო. ადექიო შენ უთხრეს. დაწერილ სიგელიო, რომ შენ ბოდიშუხტი შეუმღრმავსო, მიდი იმის საფლავშიო, დაადევე მის საფლავსო, თქვენს დაახლოებით 10 მეტრია მიწისქვა შეუმღრმაველი საფლავი. და მანამდე არ გამოხვიდა იქიდან, სანამ არ მორჩები კეთრიდან მოუთხრეს. და ამან დაწერა სიგელი, დაბეჭდა თავის საგვარეულო ბეჭდი, შევიდა და ტირის დღე დაღამდა. დაახლოებით 1-4-5 დღის შემდეგ აგულებული გამოვიდა. წერილში დაწერა, რომ მაპატიე წმინდაშიო და გიბრუნებ უკან ისევ ყველაფერს უთრო. და გამოვიდა განკურნებული. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს ისტორიის ქრონიკებში დგას ეს დოკუმენტაცია, ოფიციალური დოკუმენტიდებს. ესრეთ ბრწყინავდი ნათელი შენი წინაშე კაცდა, რათა იხილენ საქმენი შენი კეთილნიდა. ადიდებდნენ მამასა შესაზე სათასა ყოვლადრიად და მარადის დაუყუნით უკუნისამდე. ისმინა უფალო, ვედრება ჩვენი, ქართანდო, ერთად ღვთისადე, აწყობლე უფალო არის შენი, და აკუთხე სამკვიდრებელი შენი. აწყობლე ეკლესია, რომელიც ფლობდა ეროვნული მიწების ნახევარზე მეც, ჯერ გაძარცვეს რუსებმა, მერე გაძარცვეს მენშევიკებმა, მერე გაძარცვეს ბოლშევიკებმა. და დღეს ჩვენ ვართ იმ სახელმწიფოს მემკვიდრე, ბაგრატიონების სახელმწიფოს მემკვიდრე და დღეს არავინ არაფერს არ აკეთებს, რომ საქართველოს ის თავის კანონიერი უფლებები დაუბრუნდეს და თავის კანონიერი მიწები დაუბრუნდეს. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. წართმეულია ეკლესიაზე. და ჩვენ კიდე პრეტენზია გვაქვს, რატო კარგად არ ვართ. იმ გას კეთრი დაემართა, რო წაართვა. და იმათმა წაართვეს ჯერ რუსებმა, მერე მენშევიკებმა, მერე ბოლშევიკებმა. ეხლა ხელისუფლება ჩვენია და ჩვენ კიდე ესე ვართ. ვითომ არ ვიცით. ძალიან კარგად ვიცით ყველაფერი, მაგრამ გვენანება რომ დაუბრუნოთ. და ამიტომ ვიჟებთ, ამიტომ ვარ ძალიან ცუდად. და კიდევ ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეკლესიას დღეს ძალიან უჭირს ეკონომიურად, ფინანსურად, არაფერი არ აქვს გარდა საფრის შემოსავალისა და ის მას, რასაც სახელმწიფო წესით უნდა აძლევდეს, როგორც კომპენსაციას, იმიტომ რომ ფაქტიურად აი ამ სამმა სისტემამ, ჯერ რუსულმა, მერე მენშევიკურმა და მერე ბოლშევიკურმა გაძარცვა ეკლესია თავიდან ბოლომდე. არაფერს არ ჯერჯერობით არაფერს არ უყურებენ, რაღაც 1000-ში ერთხელ რაღაცას და შესაბამისად მერე გარკვეული, ესე იგი, პიროვნებები, გარკვეული ასე ვთქვათ, ორგანიზაციები, რა ვიცი, აქვია მაგათ, არასამთავრობო თუ რა ვიცი. ყვირიან რომ ნახე ეკლესიას რა მეცეს. დალოცვილო 1700 წელი ეკლესია ფლობდა ამას ყველაფერს და წაართვეს, გაძარცვეს, დააყაჩაღეს და შენ ეხლა იმაზე წუხა, რატო გადაეცით ეკლესიასო? ფარულად იდეს საქართველო, წიხდომილი შენის, ღვთაებრივის, დედამშობლის მარიამისა და გიყვადეთ ერთმანეთი, ქართლოსის ზენო და ვიყვარეს! იქმენი ნათელი, იქმენი ნათელი, იქმენი ქართველი, იქმენი ქართველი, იქმენი საქართველო, იქმენი
მადლობა ღმერთს, აი ამ გაჭირებულ დროში ეკლესია შენდება, ეკლესიები შენდება, ძალიან ბევრი კარგი ხალხია, რომელიც ხელს გვიწყობენ. ძალიან ბევრი ხალხი გვეხმარება. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მე მინდა გითხრათ ყველას, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი მაგალითად 2004 წლიდან ამ პანსიონატს ეხმარება ყოველთვიურად. სერიოზული თანხები. ასევე როგორც აი აქ არის შენი გამგებელი, შუახევის გამგებელი, იცი თქვენ უნივერსიტეტი არის კაჭარაში დაარსების მიდან ეხმარება. და ზესტაფონში ქონდა ჩვენ პანსიონატი ახლა გამოვიყვანეთ აქ, იმიტომ რომ ეს სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. ეს არის უძველესი საქართველო, ქართულ მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია. ჰაერია ძალიან კარგი, კლიმატია კარგი. ზესტაფონის პეროსკომში ირჩობა ხალხი და აკარჯობია კურორტზე. და მადლობა ბატონ ბიზინას აი ამ დიდი დახმარებისთვის. ყველა იმ ხალხს ვინც გვეხმარება ჩვენ ერთად დალოცოთ გაახაროთ. სადაც მშობილი ვარ, გავზრდილ ვარ და მის როლია ის არის, სად მამაპაპა მეგულვის იმათი ბუბოს პიცარი, სადაც იყრბითო ჩვეულა, ჩემი სამშობლო ის არის, არ გავწვლი სანსაკრდებსა უკვდავების სახეზე და არ გავწვლი მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე და მე მირჩევნია სალიკლდე, თოვლიან ყინულიანი, ორბირო ბუდო ჩანჩქროლით, გადმოგვიხს ბროლეთ წლიანი, ჯიხვი და არჩის მეყოფა, ხორცი აქვს ფარილიანი, არ გავსვლი სანსაკრდებსა უკვდავების სახეზე და არ გავსვლი მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე და არად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისკენ ვეიხარის, სალიკლდეან და მატივით, გულსულ იქითკენ იხარის, იქ მიჯამ შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლე იმწარის, არ გავცვლი სანსაკრდებსა უკვდავების სახეზე და არ გავცვლი მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე და არად რომ მომწე დიდება, ქონება უთვალავია, სასახლე ოქროს ტახტი და ჯარი და სხვაზე ნავია, არავინ გამოეგენი, არ მოგდეს ჩემი თავია, არ გავცვლი სანსაკრდებსა უკვდავების სახეზე და არ გავცვლი მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე და სამშობლო, დედის ჯუჯუი, არ გაიცვლა მის ხვალე და ორსავ ტკბილია ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზე და როგორც უფალი სამშობლოს ერთია ქვეყანაზე და არ გავცვლი სანსაკრდებსა უკვდავების სახეზე და არ გავცვლი მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე და ნამდვილად სულიერი ბავშვები არიან, ძალიან უყვართ სამშობლო, დედა ეკლესია ძალიან უყვართ და იზრდებიან ესე გარემოცვაში, რასაც თქვენ უყურებთ. ერთად აგლოსოთ, მე ყველას მადლობას გიხდით. აქ არიან ჯავახეთის ხელმძღვანელობა. აი აქ არის ხალხი ჯავახეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც როგორ გითხრათ, აქ კლდესავით უდგენ ამ ბავშვებს ყარაულად. ერთ და ორი წელი კი არა. აქ არიან და იციან თვითონ. ესენი იყვნენ როგორც კედელი, ისე უდგენ ამ ბავშვებს და ამათი ძალიან აი აქ არის პიროვნებები, აი ეს კორპუსი რომ შენდებოდა, თქვენ იცით ახლა ჩვენ ძალიან დიდი 54 მეტრია სიგრძეში, 20 მეტრი სიგანეში 4 სართულიანი შენობაა, ხო? ეს აშენდა მე მგონი 2 წელიწადში. აი ეს ხალხი სანტიმეტრი ეკავა ხელში და იმ ხელოსნებს თავზე ადგა და ყოველ ესე იგი რა ქვია არმატურას როდებდნენ უზომავდა სწორად ჩადევით თვალა და ღამღამობით ყარაულობდნენ და გარშემოუვლიდნენ რომ ვინმე სამერ დააშავა აქ არიან ის მე სადაც გაგახალოთ გაგაძლიეროთ დიდი მადლობა ბრძანებისთვის აი ამ ბავშვების ლოცვა გეწეოდით თქვენ ბავშვების ლოცვა უძლიერესია და უდიდესი ძალა აქვს ბავშვების ლოცვას
ერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ერთმა ეს ბავშვები ძალიან დიდი ადამიანები ამოიყვანეს, ძალიან დიდი ქართველები და დიდი ადამიანები. მამული შვილები ძალიან დიდი. ეს პანსიონატი დალოცოს ღმერთმა და ინებოს უფალმა, რომ ჩვენი სამშობლო გამთლიანებული იყოს, გაერთიანებული იყოს და საქართველოს დაბრუნდებოდეს ყველაფერი, რაც საქართველოს დაკარგა. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ უფალს დაუბრუნებთ იმას, რაც უფალს ეკუთვნის. მაშინ ჩვენ უფალი ყველაფერს დაუბრუნებთ. აბა ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. აგაზრიერო. დიდი მადლობა ყველას. უფალი ამბობს, შვილო, მომეცი შენი გულიო, მეტი არაფერი აბიდა შენი. ღმერთმა გნას რომ ყოველმა ქართველმა უფალს თავისი გული ჩააბაროს და მადლობა და დიდება უფალს ყველაფერს. მწვერვალებს ქარიცის ფენიში ხვევდა და როდესაც ბაღში ვარდნი ყვაოდნენ, თოვლიდო ჯავახეთის მთაზე და ტყეებში ქარიშხლები ყავდნენ. ეს ვინ არის? გამოძახდა მგზავრის წინა, მუგეშინის მიუგებდა იესო, გაეღვიძა, წუთით იქძრემ შოვლისევდა, მაგრამ წმინდა ავალებდა რაოდეს, თოვლიდო, ჯავახეთის მთაზე და ტყეებში ქარიშხლები მყავდნენ. ვიცით, შენი ჯვარი ლხინია ლერწმების, ტოტებს აიყრიან მეტი ახელებით. როცა გადასხლავენ სასტიკი სასხლავით, ქალწულო ნინო 1000-ჯერ გვენახი. შენ გეალერსება დედული ვენახი. ღვთიურ ანთებული ჩვენს მიწას ევნები. სხვა როგორ ვიგულვოთ აქ შენი ნაცვალი, ზვარში რომ გაივლი ჩაყურსულ მტევნების მზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი. შორიდან გიყურებს ავს რომ აგაშოროს, ხმალამოღებული მზევაჟი ლაშარი. ის არის ივერის მცველი და მზვერავი და ჯვარს ვაზისა წაგართმევს ვერავი. ეს კანონიკურად იკუთხა ეს. ტრაპეზი იკუთხა, აზარი იკუთხა, ეკლესია იკუთხა და უკვე აი ეკლესიის კუთხის ბანდი მოვიდა ქალაქზე და ღმერთმა იებოს რომ ყველაფერი კარგად იყოს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ძალიან ბევრი იშომეს. აქ არიან ბატონი დავითი, გუნდი, ბატონი დემურის უყოლა აქ არიან. აი მე მაგალითად ბატონი დავითის ეს ყველაფერი მთელი ღამე წუხელი მუშაობდნენ ისინი, მთელი ორი დღე მუშავეს აქა და ძალიან კარგად გაკეთა და მადლობა მინდა გადავხადოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ნათელო ნინო, ვით მიწის ხნულები, შენ წინ გადახსნილანად ჩვენი გულები. მო გადაგვიარებეც გადაურჩებით და ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით. დაო და დედაო, ღვთის მშობლის დობილო, ვარ შენზე დანდობილი და შენი შენდობით არ გადავშენდებით. დიდი მადლობა ყველა ჩამოგზავნებისთვის. ქალბატონი სისანა თუ აქ არის, მინდა მადლობა გადავუხადო. რატო იცი?
იმიტომ რომ უდიდესი ამბაგია ქალბატონო ბავშვებს. ერთის რო გახდება ავად, ურეკავ ქალბატონ ცისანას, გვიშვენ და ქალბატონ ცისანას. თელ საქართველოს უცებ ფეხზე დააღენებს. ეს როგორ წლებია, რამდენი წელია ვერ მოვიერთო წელია. დიდი მადლობა ქალბატონ ცისანას. ყველას დიდი მადლობა. ადონოთარ დიდი მადლობა. ადონ ბესოს.